სამინისტროს სერჟანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეოდებიან. სწორედ დღეს იმსჯელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ორივე მაღალ ჩინოსანს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. მათ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც 2 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. თუმცა, როგორც პირველებმა გავარკვიეთ, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი ლუკა კუბლაშვილი, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას, ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ეყენებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ლუკა კუბლაშვილი, რომელიც რესტორანში იმყოფებოდა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სუფრაზე არ იმყოფებოდა, ის იყო უბრალოდ სტუმარი ამ რესტორნის და სწორედ ამ დაპირისპირების დროს ლუკა კუბლაშვილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რიგებში ამ დრომდე ირიცხება, გაშველებაში იღებდა მონაწილეობას და მას დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია თუ რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ძალადობას ედავება. ეს არის სწორედ ის მთავარი ფიგურანტი პირველების ინფორმაციით, რომელის გამოც რეალურად რესტორანში დაიწყო ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ორივე მხარე ახლა ელოდება სწორედ მოსამართლის ვერდიქტს. არსებული ინფორმაციით 4 პირი არის დაკავებული, მათ შორის არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც ამავე რესტორანში ჯგუფურ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას. თვითონ რას ამბობს, აი რა მოხდა ბატონ დავით? თვითონ წაგემო ბრალდებას არ ეკახა. თუმცა დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას? გაშველები ხოლმე. სუფრაზე არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთან ერთად, თუ ცალკე სუფრაზე იმყოფებოდა თავად? ჩვენებები ჯერ მიცემული არა აქვს თავად. ხო და შესაბამისად თუ ვისაუბრებთ ასეთ დეტალებს, ჩვენებას რომ ვიცით სასამართლოს მიზნები. დიახ. შემიძლია მე გავაჟღერო ოფიციალურად რა მოხდა და როგორ მოხდა. ავედავსი დაიდა. თვითონ დუმილის უფლებას იგონებს. დიახ. მაგარი ინფორმაცია ჩვენ მოგაწყობთ. დაკავებულები არ არიან, ბრალი წარუდგინეს უბრალოდ, ხო? ხო, ბრალი წარუდგინეს. ქურდული მუსიკის გამო დაწყებული დაპირისპირება, როგორც ჩანს, ახლა სახელმწიფო ბრალდებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც არის დაწყებული. ახლა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ, როგორც სახელმწიფო ბრალდება ავრცელებს განცხადებას, ამ საქმეზე 4 პირი არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი არის ერთ-ერთი ფიგურანტი ამ საქმის, რომელსაც სავარაუდოდ ახლა აქვს დაზარალებული სტატუსი, რადგან სწორედ ეს პირი იცემეს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. სავარაუდოდ დღის განმავლობაში ჩაინიშნება საქალაქო სასამართლოში პროცესი და უფრო მეტი დეტალი ამის შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რას იტყვიან ბრალდებული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება ჯგუფურ ძალადობას ედავება.